ირაკლი რუხაძე უნდა დასანქცირდეს? კარგი კითხვა არის. პასუხი? ალბათ უნდა დასანქცირდეს ყველა ის ადამიანი, ვინც პირადად თავისი ქცევით და თავისი ფინანსებით მხარს უჭერს და აკეზებს და მხარს უჭერს იმ ისტერიას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს დემოკრატიის პირდაპირ ღალატი. ჩვენი ბოლო 30 წლის და 1000 წლეულების გზის ღალატი. ჩვენი ერი ყოველთვის იყო ქრისტიანული, ევროპული დიდი ოჯახის ცივილიზაციური ნაწილი და ჩვენ ვერ გავხდებით ჩინეთის ორგანული, ასე ვთქვათ, მთავარი პარტნიორი. ჩვენ შეიძლება კარგი სავაჭრო პარტნიორი ვიყოთ, შეიძლება რაღაც ბევრი პროექტი გქონდეს, მაგრამ ჩვენ ცივილიზაციურად ჩინელებს ვერ შევეკრებით. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პირველ რიგში ჩვენ ოჯახთან ძლიერად შეკრული და ამავდროულად უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები ჩინეთთანაც, ინდოეთთანაც, საუდის არაბეთთანაც, საემიროსთან და თუნდაც რუსეთთან. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რუსეთთან რაღაც სანქციების დაწესება მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ ეკონომიკას არ აქვს ამის საშუალება, რომ ეს გადაიტანოს. თუმცა რუსეთის არ უნდა უქმნიდეთ ბაზარზე შესვლა და დამოკიდებულება არ უნდა წავახარისხოს. ის არ უნდა უქმნიდეთ რუსეთს ისეთ საფრთხებს, რომელიც გამოიწვევს რუსეთის ჩვენზე თავდასხმას. გიორგი ბაჩიაშვილი, მიუხედავად კარგი ნაცნობობისა და პიროვნულად არაფერს ერჩით, მაგრამ თვლით, რომ თავისი საქმეებიდან გამომდინარე ირაკლი რუხაძეც უნდა დასანქცირდეს. კი ბატონო.